холодомორი, გოლოდომორის შემდეგ პუტინის სტალინური თამაშები. მორატორიუმი ენერგოდარტყმებზე, ბლეფი თუ რეალობა. ომი რიცხვებში იანვრისთვის შეჯამება სტატისტიკაში და ბოლოს Wall Street Journal-ის 3 სცენარი ომის დამთავრებაზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯერის ჟურნალისტი. დღეს 31 იანვარია 2026 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1438 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღეს და როგორც უკვე ტრადიცია არის, თვის ბოლოს ვაჯამებ გასულ თვეს და ამ ყველაფერს შემოგთავაზებ სტატისტიკაში. მანამდე კი ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად უყურებს არხს, ლაიქებს ვიდეოებს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში, აქტიურობს კომენტარებში. აქვს არხი გამოწერილი, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც შემოწირულობით არის დაკავებული, შეგახსენებთ არხის სრულად დონაციაზე მუშაობს და დონაციის მსურველებს აღწერაში ანგარიშის ნომერი არის. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი, ასევე შეგახსენებთ, რომ ვარ Patreon-ზეც, მისი ლინკიც აღწერაშია, შეგიძლიათ იქიდანაც გახდეთ მუდმივი შემომწირველი და ასევე Telegram არხი, რომელზეც პერიოდულად ვანთავსებ ხოლმე ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან. დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი და დავიწყოთ იმ მორატორიუმით, რომელზეც როგორც ჩანს და როგორც ამბობენ, მხარეები შეთანხმდნენ, განვაანალიზოთ ის და შევხედოთ ამდენად რეალურია ეს ყველაფერი. სულ ცოტა ხნის წინ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ პირადად ხოვა პუტინს, რომ შეწყვიტოს ავიათავდასხმები უკრაინაზე, რადგან უკრაინაში განსაკუთრებულად ცივა, შემდეგ პესკოვმა თქვა, რომ და ტრამპმა თქვა, რომ ეს ეხებოდა ერთკვირიან მორატორიუმს, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე გავრცელდა რუსული პოზიციაც პესკოვის მხრიდან, რომ ისინი მზად არიან 1 თებერვლამდე შეწყვიტონ ეს ყველაფერი ხდებოდა დაახლოებით 28-29 იანვარს, ანუ 3-4 დღიან მორატორიუმზე იყო საუბარი, თუმცა ეს მორატორიუმის პირობები არ არის შესრულებული, ყოველ შემთხვევაში შაჰედებით ავიაერიშები მაინც მიმდინარეობს უკრაინაზე, მათ შორის დღესაც დაფიქსირდა. რისაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ წინა თვეებთან შედარებით დაბალი იყო აქტივობა ამ მიმართულებით მთელი იანვრის განმავლობაში და ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ, როდესაც სტატისტიკაზე გადავალ, თუმცა და აღინიშნოს ის, რომ ტრამპის შეთავაზება იყო ერთკვირიანი მორატორიუმი, პუტინი დათანხმდა რამდენიმე დღიან მორატორიუმს და ისიც სრულად არ შეასრულა. ამის პარალელურად ასევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ და ჩვენ ამას ვადევნებთ ყოველდღურად თვალყურსო, დაახლოებით იგივე პერიოდში 2-3 დღეა უკრაინა აღარ ბომბავს რუსულ ნავთობ ობიექტებს და ასე ვთქვათ, აი ამ მხრივ გარკვეული ასე ვთქვათ თანაფარდობა არსებობს. თუმცა ეს ყველაფერი გამოიწვია холодомორმა, ასე ეძახიან უკრაინაში პერიოდს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ასოციაციურად ეს ყველაფერი გოლოდომორთან არის დაკავშირებული, როდესაც სტალინმა უბრალოდ შიმშილით გაწყვიტა ნახევარზე მეტი აღმოსავლეთ უკრაინა, შემდეგ იქ ეთნიკური რუსები ჩაასახლა და ახლა სწორედ აი ამასთან გაჩნდა ასოციაციები გოლოდომორთან, გოლოდომორი გასაგებია სიტყვების თამაში არის ის გამყინვარება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. რაც უნდა აღინიშნოს არის ის, თუ რატომ მოხდა ახლა, ასე და არა თქვა წინა ზამთარში, ან იმის წინა ზამთარში რატომ არ იყო იგივე სისასტიკით, ასე ვთქვათ, ეს ავიაერიშები. ფაქტი არის ერთი, რომ ავიაერიშები, მაგალითად თუ კი შარშან იანვარში რუსეთმა გამოიყენა 5 ბალისტიკური რაკეტა, წელს 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, ამ ყველაფერზე გადავალ და ვისაუბრებ სტატისტიკაში აღწერაში, თუმცა გარდა ამისა, წლევანდელი ზამთარი ბოლო 5 წლის ზამთართან შედარებით ყველაზე ცივი ზამთარი არის, ყველაზე დიდი ყინვები არის და ასევე, რა თქმა უნდა, დაგროვების ეფექტი, ანუ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ის დარტყმები, რომელიც რუსეთმა აწარმოა უკრაინის ენერგოობიექტებზე, ახლა აკუმულირდება და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად აღდგენა ხდება ენერგოობიექტების უკრაინაში, მაინც ვეღარ უძლებს იმ განსაკუთრებულ ყინვებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. უნდა ითქვას, რომ აი ამ ზელენსკის მხრიდან ამ მორატორიუმზე დათანხმებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია თავად უკრაინულ საზოგადოებაში, უკრაინულ ექსპერტულ წრეებში, რადგან
ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბრძოლის მიმდინარეობაზე ვერ აისახებოდა, მხოლოდ იყო ჰუმანიტარული კატასტროფა და ასე მიეცემა საშუალება რუსეთს, რომ გარკვეული შეიარაღება დააგროს და მერე კიდევ უფრო მასირებული გახადოს თავდასხმები. ნახოთ დავაკვირდეთ სტატისტიკას როგორ მოხდება და მეორეს მხრივ, როდესაც უკრაინელები აღარ ურტყამენ ნავთობ ობიექტებს, ეს აძლევს დამატებით შემოსავალს, ასე ვთქვათ, რუსეთის ომის მანქანა შესაბამისად ამან უკრაინულ წრეებში, გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა კიდევ ერთხელ ენერგოობიექტებზე მორატორიუმი მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება, ვთქვათ, მხოლოდ შაჰედებით და გერანებით ხდება ავიადარტყმა უკრაინაზე, თუმცა ასევე თვის ჭრილში თუ შევხედავთ, ეს შესაძლოა არც მიეწეროს ამ მორატორიუმს იმ ფონზე თუ როგორ ვითარდებოდა ეს ავიადარტყმები მთელი თვის განმავლობაში. მოკლედ რომ აღწეროთ, უკრაინაში არსებული მდგომარეობა ფასდება холодоморად, ჯერჯერობით გვაქვს ნაწილობრივ შესრულებული მორატორიუმი ენერგოდარტყმებზე, რა ეფექტს გამოიტანს და გამოიღებს ეს ყველაფერი საბოლოოდ ძნელი სათქმელი არის, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა ასეთი არის, გარდა ამისა დაგეგმილი არის ხვალ უკვე კიდევ ერთი რაუნდი აბუ-დაბიში სამხრივი შეხვედრის, საუბარია რუსეთი, ამერიკა უკრაინაზე, ნახოთ იქნება თუ არა ისევ ზაზუნას დღე, როგორც თქვათ, იგივე წინა კვირიდან გამომდინარე, როდესაც შეხვდნენ და კონკრეტული შედეგი არაფერი არ გამოიღო, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ უკრაინა უნდა გავიდეს დონბასიდან და ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ახალი რუკებიც გამოჩნდა, ეგრეთ წოდებული დიდი დონბასის და აი ახლა თქვენ უყურებთ აი ამ რუკას სწორედ ეკრანზე, დიდი დონბასი რაც მოიცავს, ეს არის ლუჰანსკის ოლქი, ეს არის დონეცკის ოლქი და გარდა ამისა გარკვეული ტერიტორია რუსეთის ტერიტორიაზე და გარკვეული ტერიტორია დნეპროპეტროვსკის ტერიტორიაზე. ანუ ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ დაუშვათ ზეწოლის ქვეშ იზოლებული გახდა ზელენსკი, რომ გავიდეს დონეცკიდან, ვინ არის იმაში დარწმუნებული, რომ მეორე დღეს არ მოტრიალდება პუტინი და არ იტყვის, რომ მე დონბას აი ამ რუკის ფარგლებში გულისხმობდიო და არ გააგრძელებს ბრძოლას დნეპროპეტროვსკიზე და არა მხოლოდ დნეპროპეტროვსკიზე, მე არაერთხელ მისაუბრია, რომ მინიმალური შედეგი, რომლის მიღწევაც ამ ეტაპზე უნდა პუტინს, ეს არის ეგრეთ წოდებული ნოვოროსია, რომელიც თავის თავში გულისხმობს როგორც დნეპროპეტროვსკს, ასევე ხარკივს, ასევე ზაპოროჟია, ხერსონი, ოდესა, პრაქტიკულად თელს აღმოსავლეთ სანაპიროს, მდინარე დნეპრისა, ეს არის მინიმუმი, რაზეც შეიძლება პუტინი დათანხმდეს, ხოლო მაქსიმუმი ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის პუტინის ახირება აღადგინოს რუსეთის იმპერია, შესაბამისად მას სრულად ჭირდება უკრაინა. შესაბამისად, აი ასეთი არის მდგომარეობა და აი ამ სწორედ მორატორიუმის შემდეგ და მთელი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ გამოჩნდა ქსელში მაქსიმ კალაშნიკოვის ახალი ინტერვიუ, ეს არის რუსი იმპერიალისტი, პროპაგანდისტი, რომელიც ხოთეშორის ძალიან უკმაყოფილო არის ამ ყველაფრით და ახლა გაგაცნობთ მის ინტერვიუს ნაწილს. რუსეთის ხელისუფლება ეძებს გამოსავალს ომიდან, ვინაიდან მძიმე კრიზისი მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკაში და მათ შორის სამხედრო მრეწველობაშიც კრიზისია, მმართველობაშიც. მაგალითად, გერასიმოვი ისე აცხადებს კუპიანსკის აღებაზე, მოწინააღმდეგე კი საპასუხოდ კუპიანსკიდან ვიდეოს ავრცელებს და ღიად დაგვრცინის. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მმართველობის ჯაჭვი ისეა გაჯერებული სიცრუით, რომ უმაღლეს მეთეორობასაც ამ ცრუ მოხსენებებს ეუბნებიან. ყველა ხვდება, რომ ამ სიტუაციაში ომის შემდგომი გაგრძელება შეუძლებელია. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანები ძალიან გადაიღალნენ ომით. ჩვენ შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვილაპარაკოთ თუ როგორ გადაიღალა უკრაინის არმია, მაგრამ ასევე უკიდურესად გადაღლილია ჩვენი საზოგადოებაც. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ვეტერანი მიყვებოდა, ადრე, როდესაც ვინმე SVO ზონიდან დაბრუნდებოდა, პატივისცემით ხვდებოდნენ. ახლა კი თუ ვინმე იტყვის, რომ ომობდა, ასე პასუხობენ. მე რა რომ ომობდი? ეს ხელისუფლების ომია. შენ მათთვის ომობდი. აი ასეთი არის მაქსიმ კალაშნიკოვის განწყობა და იგივე ომიდან დაბრუნებულებზე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. სულ ცოტა ხნის წინ Moscow Times-ა გაავრცელა ინფორმაცია, რომ
SVO-დან, ანუ მათ ნარატივში SVO, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რეალურად კი ომიდან დაბრუნებულ 1000-ზე მეტ რუსს წაუყენეს უკვე სასჯელი გაასამართლეს რუსეთში ჩადენილი მკვლელობებისთვის. ანუ ადამიანები, რომლებიც SVO-დან დაბრუნდნენ, სახლში რუსეთში ჩაიდინეს მკვლელობა და ასეთი 1000-ზე მეტია, ასე რომ ასე მოდის უკრაინაში ომი უკან რუსეთში, ესეც კიდევ ერთი ინფორმაცია და ახლა უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ თვის სტატისტიკაზე. და ასე ვთქვათ, პირველი სტატისტიკა, რაც მინდა შემოგთავაზოთ, არის ჯამური მონაცემები საჰაერო თავდასხმების უკრაინაზე იანვრის განმავლობაში. ანუ ჯამურად 2026 წლის იანვარში უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 4577 სამიზნე, საიდანაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოაგდეს 3778 სამიზნე. აქედან დრონი იყო 4442 და ამ 4442 დრონიდან 3209 დრონი ჩამოგდებული არის, რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტას, ჩამოგდებული არის, გაშვებული არის 78 ერთეული, უკრაინის მიმართულებით ჩამოგდებულია 32 ერთეული, რაც შეეხება ფრთოსან რაკეტას, ჩამოგდებული არის, გაშვებული არის 57 ერთეული, ხოლო ჩამოგდებული არის 37 ერთეული. შესაბამისად, თქვენ ხედავთ, რომ ჯამური მონაცემების მიხედვით ჩამოგდების მაჩვენებელი 83% არის უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დრონების სტატისტიკაზე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თვის ჭრილში როგორი ხდებოდა, როგორი იყო საჰაერო თავდასხმა მხოლოდ დრონების მიხედვით. ჯამურად ამ თვეში როგორც გითხარით 4442 დრონი გაუშვეს, აქედან 3709 ჩამოგდებულია, ხოლო ჩვენ ვიცით რომ საბრძოლო დრონებთან ერთად რუსები უშვებენ ეგრეთ წოდებულ მულიაჟებს. აი ამ 4442 დროინი მულიაჟი იყო 2915. ანუ პროცენტულ მაჩვენებელს რომ შევხედოთ, ჯამურად ჩამოგდებული არის 84% გაშვებული დრონების, ხოლო აქედან მულიაჟი იყო 35%. რაც შეეხება შემდეგ მონაცემებს, შემდეგი მონაცემები უკვე არის ბალისტიკური რაკეტების და იანვრის თვეში 78 ერთეული ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული უკრაინის მიმართულებით და 32 ერთეული ჩამოაგდეს უკრაინელებმა და აი აქ გვაქვს, ასე ვთქვათ, სიახლე, თუ კი წინა პერიოდში, წინა თვეებთან შევადარებთ ბალისტიკურ რაკეტებს, ჩამოგდების პროცენტული მაჩვენებელი იყო დაახლოებით საშუალოდ 21%. ანუ 2025 წლის ჭრილში წლიურ მონაცემებს თუ შევაჯამებთ, საშუალოდ 21% იყო ჩამოგდება ბალისტიკური რაკეტების. ახლა კი მხოლოდ იანვრის თვეს თუ შევაჯამებთ, არის 41%-ზე ასული. გარდა ამისა, როგორც დასაწყისშივე გითხარით, შარშან 2025 წლის იანვარში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 5 ერთეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ხოლო წელს იანვარში, როგორც გითხარით, 79 ერთეული რაკეტა. რა შეიძლება მივაწეროთ აი ეს ჩამოგდების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც და დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებში თავად ზელენსკიმ აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში უკრაინელებს ჰქონდათ დეფიციტში ანტისაჰაერო რაკეტები, საუბარი არის პეტრიოტის და აერესტის რაკეტებზე და სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, უჭირდათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, ჯერჯერობით ისევ, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად გამტარი რაკეტა, ასე ვთქვათ, ბალისტიკურია და ყველაზე მეტად უკრაინელებს ისევ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება უჭირთ, თუმცა, როგორც ხედავთ, დაახლოებით გაორმაგრებულია ჩამოგდების მაჩვენებელი, შარშანდელი საშუალო მონაცემები კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაახლოებით 21% იყო, წლევანდელი კი დაახლოებით 41%-ია. ეს რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს. ახლა გადავიდეთ უკვე ფრთოსან რაკეტებზე. 57 არის ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა, რომელიც გაუშვეს უკრაინის მიმართულებით, ხოლო მათგან 37-ის ჩამოგდება უკრაინელებმა შეძლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ 65% ჩამოაგდეს ფრთოსანი რაკეტების. შემდეგი მაჩვენებელი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის კომბინირებული იერიშების დროს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი თვის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ მოხდა ასეთი კომბინირებული თავდასხმა, როდესაც დრონებს ბალისტიკურებს, ფრთოსანებს ერთდროულად უშვებენ. აქ არ შევიყვანე რამდენიმე დღე, სადაც მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული დრონებთან ერთად.
და არც ერთი ფთოსანი. აი ესეთი კომბინირებული თავდასხმები წინა სტატისტიკებს რო შევხედოთ, თვეში დაახლოებით ყოველ მესამე დღეს ფიქსირდებოდა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყოველ მეხუთე დღეს 2025 წლის განმავლობაში, წელს კი პირველად მხოლოდ 4 დღე იყო ისეთი მთელი იანვრის განმავლობაში, სადაც კომბინირებული თავდასხმა მოხდა. პირველად ეს დაფიქსირდა 9 იანვარს, როდესაც სულ ჯამში 278 სამიზნე იყო, აქედან 14 ბალისტიკური რაკეტა, 22 ფთოსანი, ხოლო 252 დრონი, აქედან 8 ბალისტიკური ჩამოაგდეს, 10 ფთოსანი, ხოლო 226 დრონი. შემდეგი მსგავსი კომბინირებული თავდასხმა 13 იანვარს დაფიქსირდა, სულ 318 სამიზნით. აქედან ბალისტიკური იყო 18 რაკეტა, ფთოსანი იყო 7, ხოლო დრონი იყო 293, მათგან 2 ბალისტიკური ჩამოაგდეს, 5 ფთოსანი ჩამოაგდეს და 240 დრონი ჩამოაგდეს. შემდეგ უკვე 20 იანვარს ხედავთ მსგავს კომბინირებულ თავდასხმას და აქაც 272 სამიზნე გვაქვს, მათგან 19 ბალისტიკური, 15 ფთოსანი, 339 დრონი, ჩამოგდების სტატისტიკას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში 14 ბალისტიკური ჩამოგდება შეძლეს, 13 ფთოსანის, ხოლო 315 დრონის და ბოლო კომბინირებული თავდასხმა უკრაინაზე დაფიქსირდა 24 იანვარს, სულ 396 სამიზნე, 8 ბალისტიკური, 13 ფთოსანი, 375 დრონი, აქედან 6 ბალისტიკური ჩამოგდებულია, 9 ფთოსანი ჩამოგდებულია, ასევე 357 დრონი ჩამოგდებული არის. როგორც გითხარით, თავში, როდესაც მორატორიუმზე ვსაუბრობდით, ბოლო რამდენიმე დღეა კი რაკეტები არ უსვლიათ უკრაინის მიმართულებით, თუმცა აი ესეთი კომბინირებული თავდასხმები ამ თვეში ძალიან ცოტა იყო უკრაინის მიმართულებით. ასე რომ ვისაც უნდა მიაწეროს, რომ ეს მორატორიუმის ფარგლებში მოხდა, ვისაც უნდა დაიჯეროს, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გეგმიური ამბავი იყო ის, რასაც რუსეთი ისედაც გეგმავდა ამ თვის განმავლობაში. ახლა უკვე გადავიდეთ დანაკარგებზე და პირველ რიგში შემოგთავაზებთ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ დანაკარგებზე ინფორმაციას, რომელიც ეხება რუსების დანაკარგებს, აი ასე გამოიყურება. პირველ გრაფაში თქვენ ხედავთ 31 დეკემბრის 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებს, ხოლო მეორე გრაფაში თქვენ უკვე ხედავთ 2026 წლის 31 იანვრის მონაცემებს, ანუ დღევანდელ მონაცემებს. 1,207,910 იყო წინათვის მონაცემებით ცოცხალი ძალა, პირადი შემადგენლობა, ხოლო ახლა არის 1,229,590, ანუ გამოდის, რომ 31,620 რუსით მეტი განადგურდა ამ ომში. აქ საუბარი არის არა მხოლოდ დაღუპულებზე, რა თქმა უნდა, ასევე დაჭრილებზე, დასახიჩებულებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე. აქვე დავტოვებ ამ მონაცემებს, ვისაც გინდათ, რომ ასე ვთქვათ, უფრო დეტალურად დააკვირდეთ, მათ და მხოლოდ პლუს რამდენი განადგურდა იმ რიცხვებს წავიკითხავ, დანარჩენს თქვენ დააკვირდით. ტანკს რაც შეეხება 128 ტანკით მეტი, რაც შეეხება შეჯავშნულ ტრანსპორტს, ეს არის 132, არტილერია 1126, რეაქტიული არტილერია 46, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები 24, თვითმფრინავი 1, ახალი ვერტმფრენი ჩამოგდებული არა გვაქვს, რაც შეეხება უპილოტო საშუალებებს 22,244 და არც სურავ საშუალებებზე არ გვაქვს მატება. დაუბრუნდეთ პირადი შემადგენლობის დანაკარგს 31,620 და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვიცით, რომ ამ თვეში გახდა გაცხადებული უკრაინის თავდაცვის მინისტრის და ზოგადად უკრაინის ახალი პოლიტიკის შესახებ, როდესაც თვიურად რუსეთის დანაკარგები უნდა ავიდეს 50,000-ზე, ამაზე წინა ეპიზოდებშიც ვსაუბრობდი, ეს არ არის უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი რიცხვი, დაახლოებით ამდენივეს, ანუ 50,000 თვეში დაახლოებით აი ამ რაოდენობის გაწვევა ხდება სხვადასხვა სისტემით რუსეთიდან და იმისთვის, რომ ბალანსი დაჯდეს, როგორც ჩანს, უკრაინელებს გადაწყვეტილი აქვთ 50,000-ზე ავიდნენ თვიურად, რამდენად გამოუვათ ეს მეორე საკითხი არის, თუმცა თუ კი გასული წლის სტატისტიკას შევაჯამებთ, მაშინ
მაშინ თვიურად დაახლოებით 20-25,000 იყო დანაკარგები, ახლა იანვარში ჩვენ გვაქვს 31,620 გაზრდილი არის, თუმცა იმ შედეგზე არ არის გასული რა შედეგიც უკრაინელებს სურთ. ნახოთ ამ მიმართულებით რა გამოუვათ, შეძლებენ თუ არა ამ გარდატეხის შეტანას ომში, უნდა დაველოდოთ მომენტა განვითარებას და ახლა მას შემდეგ რაც გაგაცანით უშუალოდ რუსების დანაკარგები, გადავიდეთ უკრაინულ დანაკარგებზე, იმით უფრო რომ ჩემი არხის რუსეთო მემაყურებლების ძალიან დიდი აქტიურობა არის ხოლმე კომენტარებში, რომ უკრაინელებს რატო არაფერს არ ამბობ და აი ბატონებო, როდესაც თვის შემაჯამებელი ეპიზოდი მოვიდა, ამის შესახებაც მოვყვები, როგორც წესი, მე კონკრეტულ რიცხვებს არ ვამბობ ხოლმე და მხოლოდ ვაჯამებ იმ სტატისტიკით, რა სტატისტიკაც მიღებული არის თავდასხმაში და თავდაცვაში მყოფი ჯარების ბალანსი 1:3-თან, 1:4-თან, თუმცა არხის ერთგულ მომაყურებელმა იცის, რომ ამ ბალანს არასდროს არ ასე ვთქვათ ვეყრდნობი და 1:2-თან ასე ვითვლი ხოლმე და ამ მონაცემებით გამოდის, რომ დაახლოებით 600,000 უკრაინელი არის ამ ხნის განმავლობაში განადგურებული და აქაც საუბარი არის როგორც გარდაცვლილებზე, ასევე დაჭრილებზე და დაშავებულებზე, თუმცა დღევანდელ ეპიზოდში ასე ვთქვათ სიახლე მაქვს ამ მიმართულებით არსებობს ეგეთი Russia Matters ეგეთი წყარო და სწორედ მათი მონაცემებით გაგაცნობთ უკრაინელების დანაკარგებს. მოკლედ ეს გამოიყურება ეს ყველაფერი. Russia Matters ორგის მონაცემებით შევადაროთ, ისინი თვლიან როგორც თავის რუსების დანაკარგებს, ასევე უკრაინელების დანაკარგებს და დაახლოებით ესეთი არის პირადი შემადგენლობა უკრაინას უწევია 600,000, რუსებს 1,200,000. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ეს არ არის Deep State, ან ეს არ არის უკრაინის გენერალური შტაბი, ეს არის Russia Matters. ეს გასაგები ალბათ სათაურიდან რანაირი წყაროც არის. შესაბამისად, აი ამ რუსების ინფორმაციითვე დაახლოებით 600,000 უწოდებდა უკრაინელების დანაკარგები, ანუ 600,000-ით მეტი რუსი არის განადგურებული ამ ომში, ვიდრე უკრაინის. რაც შეეხება ტანკებს, ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ტანკების მონაცემები, ეს არის ტანკების შეჯავშრული მანქანები. უკრაინელებს აქვს დანაკარგებში 5,553, რუსებს 13,891, სხვა არის 8,338, რაც შეეხება საფრენ აპარატებს, უკრაინელების დანაკარგი შეადგენს 194, ხოლო რუსების 361, სხვაობა არის 167. ასე რომ, როდესაც საუბრობთ დანაკარგებზე, როგორც Russia Matters-ის მონაცემებით დადასტურდა, სწორი გათვლები მქონდა და ადეკვატურ ინფორმაციას გაწვდით. პრობლემა იმაში არის, რომ აი ამ გათვლებით ძალიან მალე, ანუ 2026 წლის ივნისის დასაწყისში ომში განადგურებული ადამიანების საერთო რაოდენობა 2 მილიონს გადააჭარბებს, აქ საუბარია როგორც რუსულზე, ასევე უკრაინულზე და წარმოიდგინეთ 4 წელზე მეტი ომი, 2 მილიონზე მეტი დაღუპული ადამიანი, მხოლოდ სამხედროებზე არის აქ საუბარი, აქ არ არის საუბარი, ვინც დევნილობაში წავიდა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობაში ეწირა და ეს ყველაფერი რატომ? ეს ყველაფერი პუტინის უაზრო ახირების გამო აღადგინოს რუსეთის იმპერია, რომელ გზაზეც არაფერი პრაქტიკულად არ გამოდის, არანაირი წინსვლა პრაქტიკულად არ აქვს ამ მიმართულებაზე და ახლა უკვე გადავიდეთ რუსულ მონაგარზე, ანუ რუსი ოკუპაცია შეძლეს იანვრის თვეში. და მე როგორც ეპიზოდებში გიყვებოდით, როდესაც შევაჯამებით ამ ყველაფერს, გამოჩნდებოდა, რომ მინიმალური, ანუ ანტირეკორდი იქნებოდა დამყარებული წინსვლის და ეს ასეც არის, თუმცა მანამდე ერთი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია უშუალოდ ფრონტის ხაზიდან კუპიანსკ ვუზლევოი, აი ეგეთი დასახლება არის ქალაქ კუპიანსკის სამხრეთ აღმოსავლეთით და რუსეთის გენშტაბმა გააკეთა ინფორმაცია, რომ აი ეს კუპიანსკ ვუზლევოი აქვთ ოკუპირებული, ანუ დაიკავეს, ასე ვთქვათ, კუპიანსკიდან
რო გავზომოთ კუპიანსკიდან კუპიანსკ უზლევოიმდე არის დაახლოებით 6.5 კილომეტრი და ეს არის მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ეს ქალაქი და ძალიან დიდი ზარზეიმით ასე ვთქვათ გვამცნეს რომ აი ეს ქალაქი აიღეს. თუმცა ძალიან მალევე უკრაინელებმა გაავრცელეს აი ეს ინფორმაცია, აი ეს ვიდეო იგივე ქალაქიდან და გეოლოკაციებით დასტურდება იგივე რომ ზუსტად ის ადგილია, საიდანაც ეს დროშა რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, რომელიც ასე ლამაზად იწვის, ეს ის დროშაა, რომელიც რუსებმა ააფრიალეს აი ამ დასახლებაში და თქვენს რომ დავიკავეთო, თუმცა ჩვენ ხედავთ რომ ის ვინც ეს დროშა ააფრიალა ლიკვიდირებულია, დროშა დამწვარი არის, თან ეს ვიდეო გადაღებული არის ხმელეთიდან, ანუ უკრაინელები სამხედროები ხმელეთზე იმყოფებიან, ხოლო ის ვიდეო, სადაც კუპიანსკ უზლევოის აღებას იუწყებოდნენ რუსები, დრონით იყო გადაღებული, ანუ ეს იყო კიდევ ერთი ფლაგშტიკი, როგორც ეძახიან თვითონ რუსები, ანუ სადღაც საზარბაზნე ხორცად განწრული 2-3 ადამიანს უშვებენ სიღრმეში, მტრის ზურგში, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, რომ რუსული დროშა ააფრიალონ, რაი ჩვენ ამის ოკუპაცია მოვახდინეთ. შემდეგ ვრცელდება უკრაინული ვიდეოები, სადაც ისინი განადგურებულები არიან იმ დროშასთან ერთად და რა თქმა უნდა ეს ტერიტორია ოკუპირებული არ რჩებათ რუსებს. შესაბამისად ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც მიყვება რუსებს და ეს საილუსტრაციოდ გაჩვენეთ ეს ერთი კონკრეტული მიმართულებიდან, აქვე მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე შინაარსის ვიდეოები ფრონტიდან, რომელიც ვრცელდება, შეგიძლიათ ჩემს Telegram არხზე ნახოთ და არხის აღწერა არხის ლინკი აღწერაშია, თუ კი აღწერაში ვერ იპოვით, მას შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და კომენტარებში უშუალოდ ჩაგიგდებთ აი ამ ჩემი Telegram არხის ლინკს. ახლა გავაგრძელოთ ასე ვთქვათ ოკუპაციაზე საუბარი და გადავიდეთ რუკებზე, უნდა ვთქვათ, რომ იმდენად არაფრის მომცემი იყო წინსვლა რუსების ამ თვეში, რომ აი ესეთ საერთო ხედში არ ჩანს საერთოდ, ამიტომ მაქსიმალურად მიახლოებული რამდენიმე უბანი აღიღეს, სადაც მეტნაკლებად აქტიურობა შეინიშნებოდა ფრონტზე და პირველ რიგში ეს არის აი ეს პოკროვსკი, მირნოჰრადი, კონსტანტინოვკა ეს მიმართულება. თქვენ ახლა მოცემულობასაც ხედავთ უშუალოდ ეკრანზე, ეს არის 31 დეკემბერი 2025 წელი და ესე გამოიყურებოდა, ხოლო აი ასე გამოიყურება დღეს 2026 წლის 31 იანვარს. აი დააკვირდით კარგად, ესე გამოიყურებოდა, ეს რამდენად პატარა არის წინსვლა აი ამ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებების, ხო? ანუ პოკროვსკი, მირნოჰრადი, კონსტანტინოვკა, სადაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებები, აი ესეთი კიდევ ერთხელ ეს დღევანდელი მონაცემები, ეს ერთი თვის რამდენი ერთ თვეში მხოლოდ აი ამისი, აი ეს წინსვლა შეძლეს რუსებმა ფრონტის ამ მიმართულებაზე. შემდეგ მიმართულება უკვე არის ზაპოროჟიე, ხოლიაეპოლე და ასევე ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს. და მინდა რომ აქცენტი გააკეთოთ სწორედ აი ამ წითლად შემოხაზულ უბნებზე, რადგან მაგ ტერიტორიებზე არის წინსვლა. ესეც არის 31 დეკემბრის მონაცემები 2025 წლის, ხოლო ეს უკვე არის დღევანდელი 2026 წლის 1 იანვრის მონაცემები კიდევ ერთხელ და ალბათ ძალიან კარგად ხედავთ, რამდენად მცირე არის წინსვლა, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებაზე ვხედავთ. კიდევ ერთხელ კარგად აღსაქმელი რო იყოს, აი ესე გამოიყურება ის წინსვლა, რომელიც აქვთ რუსებს იანვრის თვეში. რაც შეეხება რიცხვებში ამ ყველაფერს, იანვრის თვეში რუსებმა შეძლეს 275 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ. რამდენი არის ეს 275 კვადრატული კილომეტრი და მეტნაკლებად გასაგები რო იყოს და თბილისის მასშტაბზე რო გადმოვიტანოთ, ეს არის დაახლოებით თბილისის 1/13-ზე ცოტა მეტი. ანუ თბილისის ფართობი არის 726 კვადრატული კილომეტრი, რუსებმა შეძლეს 275 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია, ჯამურად რო შევხედოთ, დაახლოებით თბილისის 1/13-ზე ცოტა მეტი. ანუ მთელი თვის განმავლობაში გემახსოვრებათ, რომ 31,000-ზე მეტი რუსი შეეწირა ამ ყველაფერს და თბილისის 1/13-ის წინსვლა შეძლეს. რომ შევადაროთ
გასული წლის 2025 წლის მთელი წლის მონაცემებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა თვეში სხვადასხვა აქტივობა იყო, თუმცა საშუალო სტატისტიკურად შარშან თვეში რუსეთი წინ მიიწევდა 445 კვადრატულ კილომეტრზე და წელს ანუ იანვარში ამის ნახევარზე ცოტა მეტი არის, ხო? 275 კვადრატული კილომეტრი. 275 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული ტერიტორიები რუსებს იანვრის თვეში, 445 კვადრატული კილომეტრი საშუალოდ გასულ თვეში. ასე რომ ესეც რამდენად, ასე ვთქვათ, ღირდა აი ამადენი ადამიანის სიცოცხლე ეს თქვენთვის მომენტია ამაზე ფიქრი. კიდევ ერთი ინფორმაცია რაც მინდა მოგაწოდოთ არის ოკუპირებულ ლუჰანსკში უკრაინების მიერ განადგურებული 100 მილიონი დოლარის ღირებულების რადიოელექტრონული სადგური ლოკატორი რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს რადიოსადგური საკმაოდ ესე ვთქვათ ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი სადგური არის. ის იძლევა საშუალებას 360 გრადუსის რადიუსში დააფიქსიროს ყველა საფრენი აპარატი და მათ შორის ყველაზე პატარა საფრენი აპარატი, რომელიც შეიძლება დააფიქსიროს აი ამ ლოკატორმა არის და აი ფეხბურთის ბურთი რო წარმოვიდგინოთ, აი ამ ბურთის სიდიდის საფრენი აპარატი რო იყოს, მისი დაფიქსირებაც კი შეუძლიათ და შესაბამისად ეს ამ ლოკატორის განადგურება საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებად ითვლება უკრაინული ჯარების ამ თვეში და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ასევე ამ თვეში რომელიც იყო ეს არის დაახლოებით ზმეინის კუნძულ ზმეინის მიმართულებაზე გემახსოვრებათ კუნძული ზმეინი ცნობილი ფრაზის რუსკი ვაინი კорабль ნახვის შემოქმედი ასე ვთქვათ მაგ ზმეინის მიდამოებში ჩამოვარდა რუსული Su-30 SM ერთ-ერთი ულტრათანამედროვე თვითმფრინავი, საბრძოლო თვითმფრინავი რუსების ეს ინფორმაცია პირველად გაავრცელეს Z კანალებმა, ანუ რუსულმა არხებმა და სწორედ ჩამოვარდა ეს ტერმინი იხმარეს, რატომ ჩამოვარდა შემთხვევით არ ვიცით, შეიძლება იყო გაუმართავობა რაიმე, შეიძლება იყო უკრაინული მეზენიტეები. შემდეგ რამდენიმე დღეს გასულ შემდეგ დადასტურდა რომ სწორედ უკრაინულმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ უკრაინელებმა შეძლეს და პეტრიოტები ან აერისტე სისტემები განალაგეს ოდესის მიდამოებშიც და კიდევ ერთხელ თუ კი თვის შუა ნაწილში ზელენსკი იძახდა რომ დეფიციტშია პეტრიოტები, განსაკუთრებით რაკეტები, ახლა უკვე ჩვენ ხედავთ რომ და უნდა ვივარაუდოთ რომ ოდესის ოლქშიც არის განლაგებული, იმიტომ რომ სხვა მხრივ ვერ მიწვდებოდა ვერაფერი აი ამ Su-30 SM-ს. თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ასე ვთქვათ ვარაუდია, ლოგიკურ მშელობაზე დაფუძნებული, საბოლოო ინფორმაცია რა მოხდა იქ ჯერ არა გვაქვს, თუმცა ესეც დადასტურებული ფაქტია რომ აი ეს Su-30 რუსებმა დაკარგეს და ბოლოს განვიხილოთ Wall Street Journal-ის ომის დასრულების 3 სცენარი. სიმართლე გითხრათ, ეს 3 სცენარი უკვე დიდი ხანია ფრონტზე მაგიდაზე დევს და პრაქტიკულად ის არის, რასაც ჩვენ ყოველდღურად უყურებთ, ვადევნებთ თვალყურს. პირველი სცენარი და ყველაზე ასე ვთქვათ მოსალოდნელი, როგორც Wall Street Journal-ი ასე ვთქვათ ასახელებს, ეს არის ომის გაგრძელება და ამის პარალელურად დიპლომატიის გააქტიურება კიდევ უფრო მეტად. კი ეს გამოიყურება მათი თვალსაზრისით ყველაზე მეტად რეალისტურად, რომ ასე დამთავრდეს ომი. თუმცა ასე ომი ძალიან დიდხანს არ დამთავრდება, რადგან ამას ჩვენ უკვე 1 წელია თვალყურს ვადევნებთ და არანაირი წინსვლა ომის დამთავრების მიმართულებით არ გვაქვს. მეტიც მთელი ამ 1 წლის განმავლობაში რამდენ სცენარზე არ იყო საუბარი, მათ შორის რამდენ დროებით ზავზე არ იყო საუბარი, თუმცა ვერც საშობაო ზავი, ვერც სააღდგომო ზავი, ვერანაირი ზავი ვერ შედგა, ვერც 30 დღიანი, ვერც 60 დღიანი, ვერც 90 დღიანი, ვერც ტრამპის მხრიდან დედლაინების დაწესება უშველა რამე აი ამ ზავებს. ერთადერთი რაც ნაწილობრივ შეგვიძლია მორატორიუმად ჩავთვალოთ არის აი ეს რაც ახლა მიმდინარეობს, ეს ენერგოსისტემებზე დარტყმების შეჩერება, თუმცა ეგეც გითხარით რომ მხოლოდ ნაწილობრივი არის და მოკლედ აი ამ ომი პლუს დიპლომატიას ეს იგივე განვითარება თუ ექნება, სხვა მხრივ არ წარმომიდგენია რა შეიძლება გააკეთოს აი ამ ომი პლუს დიპლომატიით ტრამპმა თუ არა, ასე ვთქვათ
რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა არის კიდევ ერთი სცენარი აი ამ Wall Street-ის მიხედვით უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა იმდენად რამდენადაც ვეღარ შეძლოს რუსეთის ეკონომიკამ ომის დაფინანსება და ამ ხრივ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გადადგმულ ნაბიჯებს მათ შორის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და ჩვენ ვიცით რომ აი ამ სანქციების პირობებში სწორედ ასე ახერხებდა რუსეთი თავისი სანქცირებული ნავთობპროდუქტების გაყიდვას და აი ამ მიმართულებით სიტუაციის ასე ვთქვათ კიდევ უფრო დაძაბვა და კიდევ უფრო გამკაცრება შეუწყობს ხელწომის დასრულებას Wall Street Journal-ის პოზიციით და ძნელია ვინმე არ დაითანხმოს და მესამე სცენარი არის უკრაინის გამოფიტვა. რაც პრინციპში ასევე უნდა ვივარაუდოთ რომ არ არის ძალიან შორს. რატომ ამბობ ახლა იმას რომ არ არის ძალიან შორს? კი 90 მილიარდი გამოყო ევროკავშირმა უკვე გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ცალკეული ქვეყნების მაგალითად იგივე ნორვეგიის ამ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას რომ 7 მილიარდით დაეხმარება უკრაინას თუმცა უკრაინა რუსეთთან შედარებით პატარა ქვეყანა არის პატარა ეკონომიკით მასზე უფრო მეტად აისახება რუსეთის თავდასხმა შესაბამისად უფრო უჭირს გაძლება მიუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ რომ უკვე მალე 4 წელი გახდება რაც უძლებს და გარდა ამისა როგორც გითხარით კი მინიმალური აუცილებლობა რაც სჭირდება უკრაინის ეკონომიკას და ომს იმისთვის რომ გაძლოს ეს 90 მილიარდი ევროპული ფული უკვე არსებობს უკვე აქვს უკრაინას შესაბამისად აქ უკვე საქმეში შემოდის ადამიანური ფაქტორი რამდენად გაძლებენ უკრაინელები და აქ ისე უნდა დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ ჰოლოდომორს და უნდა ვივარაუდოთ, რომ სადაც გოლოდომორს გაუძლეს და გადაიტანეს, იქაც ჰოლოდომორს გაუძლებენ და გადაიტანენ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება, რა თქმა უნდა, არ იქნება ადვილი. როგორც გითხარით, სულ მალე ამ ომში დაღუპულების სამხედროების რიცხვი 2 მილიონს გადააჭარბებს და აი ეს ყველაფერი პუტინის სიგიჟის გამო, რომ უნდა აღადგინოს რუსეთის იმპერია. შესაბამისად, რა მოხდება და როგორ მოხდება ამას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ნახეთ რომ რიცხვებზე დაკვირვებით ნახეთ რომ ომის ინტენსივობა იანვარში დაკლებულია ვიდრე საშუალო სტატისტიკურად 2025 წელში თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ გასული წლის იანვარს თუ შევადარებთ წლევანდელ იანვარს ეს ინტენსივობა გაზრდილია პირველ რიგში არა ოკუპირებული ტერიტორიების არამედ ავია დარტყმების ჭრილში. ანუ თუ კი შარშან იანვარში როგორც გითხარით 5 ბალისტიკა ესროლეს, წელს 70-ზე მეტი ბალისტიკა ესროლეს, შესაბამისად აი ეს ინტენსივობა გაზრდილი არის. გასაგებია 4 წელია გაჭედილია პუტინი ამ ომში, ვერცეთ სტრატეგიულ კი არა და საშუალო სტრატეგიულ მიზანსაც ვერ მიაღწია, არის უამრავი დაღუპული, შესაბამისად მას უნდა რომ რაღაცნაირად ზეწოლა გაზარდოს უკრაინაზე, რომ როგორღაც უკრაინული წინააღმდეგობა გატყდეს. ნახოთ ამ საქმისგან რა გამოვა, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. შეგახსენებთ რომ თუ კი ამ დრომდე ჯერ არ დაგილაიქებიათ ვიდეო, ახლა აუცილებლად დაალაიქეთ. გააზიარეთ თქვენი განწყობები, თქვენი პოზიციები კომენტარებში, გააზიარეთ ვიდეო თქვენ სოციალურ ქსელებში, რომ მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მივიდეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით ხართ დაკავებულები. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, არხი მხოლოდ დონაციებით ფუნქციონირებს. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი. 26 მაისს სრულდება 1 წელი, რაც ამ არხს ვაწარმოებ და ამ ეტაპზე დაახლოებით 6000 გამომწერი ვყავს. ძალიან კარგი იქნება თუ 1 წლის თავზე 10000-ზე ავა გამომწერების რაოდენობა, ასე რომ გთხოვთ იაქტიურეთ. მით უფრო რომ ხედავ რომ დაახლოებით 63% ისეთი მაყურებელი ყავს არხს, რომელსაც არხი არ აქვს გამოწერილი, შესაბამისად თუ კი უყურებთ, თუ კი აქტიურობთ, პარემ არხიც გამოიწერეთ. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა დროებით ნახვამდის.